დაბადების დრო 1962 წლის 8 მაისი. დაბადების ადგილი ქალაქი თბილისი. ეროვნება ქართველი. სქესი დედრობითი. ტრადიციული ვიზუალური მინიშნება. კარგად დააკვირდით, სწორედ ასე გამოიყურებოდა უცნობი ბავშვობაში. ეს არის საშუალო სიმაღლის ახალგაზრდა ქალი, რომელიც გამოირჩევა ძალიან პროპორციული აღნაგობით. ბავშვურად გამოიყურება თითქმის, ის მე მგონი ბავშვობის ასაკიდან გარეგნულად არ გამოსულა. მე სულ მახსენდება მისი თვალები, სადაც ალბათ იკითხება ჭკუა. ეს პიროვნება გარეგნულად არის ძალიან ლამაზი, მინიატურული. ბალერინის შთაბეჭდილებას უფრო ტოვებს, ვიდრე იმ პროფესიისა, რა პროფესიისაც არის. 1971 წელს უცნობი ხდება ერთ-ერთი საბავშვო კოლექტივის წევრი. სწორედ ამ დროიდან იწყება არნახული წარმატება და პოპულარობა. 1979 წელს უცნობი აბარებს სახელმწიფო უნივერსიტეტში, დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე. პარალელურად ტელევიზიასთან არსებული ორკესტრის სოლისტია. ბავშვობიდან მოყოლებული ბევრს მოგზაურობს. რამდენიმე წელი ცხოვრობდა მოსკოვში. ეს პიროვნება ბავშვობიდან არის ძალიან სერიოზული. ანუ ისეთივე, თქვათ, სერიოზული იყო, როგორც ბავშვობაში, როგორც ეხლა არის. შეიძლება ეხლა უფრო, ასე ვთქვათ, ამჩატდა, როგორც თვითონ იტყვის, იმიტომ რომ ბავშვობაში ბევრად უფრო სერიოზული იყო. და მის მიმართ ყველას ჰქონდა საოცარი რიდი. მისაბაძი იყო ყოველთვის. არის ყოველთვის მოწესრიგებული, პუნქტუალური. არის საოცრად გაწონასწორებული ადამიანი, საოცრად ჭკვიანი ადამიანი და მე მინდა ვთქვა, რომ მე ძალიან ბევრი რამე მისწავლი ამ ადამიანისგან. არის ძალიან ინტელექტუალური ადამიანი, რაც ცოტა იშვიათია ჩვენი სფეროსთვის. ყოველთვის მომღიმარი სახე აქვს, მიუხედავად მისი მკაცრი, ცოტა მკაცრი ხასიათისა ხანდახან. ეს ადამიანი გონიათ ცივი და ამ დროს ესე არ არის. მე ამას ვერ ვიტყოდი ვერაფრით. ძალიან პირდაპირია. არის არჩეულებრივი დედა, შვილი და მთელი მისი სანათესაოსთვის და სამეგობროსთვის დიდი იმედია. მე შემეძლო ამ ადამიანზეც მეთქვა, რომ რო იყოს ძალიან დიდი ოთახის სავსე ეპატაჟური და აფიშირებადი ადამიანებით, ეს ადამიანი თავისი სიჩუმით და თავისი რაღაცა კიდე განსხვავებულობით ყოველთვის ჩანს და იმითი გამოიკვეთება და იმითი იქცევს ყურადღებას. მთელი თავისი მოღვაწეობის მანძილზე უცნობს ბევრი პროფესიული ჯილდო აქვს მიღებული. არის მუსიკალური ოლიმპიადების ოქროს მედლების მფლობელი, ლენინური პრემიის ლაურეატი. მსოფლიო ახალგაზრდულ ფესტივალზე მიღებული აქვს ორდენი კეთილსინდისიერის შრომისთვის და ასე შემდეგ. რომ არა მისი პროფესია, ცოტა არასაინტერესო იქნებოდა ადამიანების სიცოცხლე. ეს არის გამორჩეული მის პროფესიაში. ყველა თაობაში ყავს თაყვანის მცემელი. ამ ადამიანს აქვს ის ნიჭი, რომ იყოს აბსოლუტურად განსხვავებული და აბსოლუტურად ინდივიდუალური. ამავე დროს მისაღები ალბათ ყველასთვის. კოლეგებისგან გამოირჩევა ეს ადამიანი საოცარი დიდი ნებისყოფით და საოცარი დიდი ჭკუით. მე შემიძლია ვთქვა, რომ ისე როგორც მოქმედებს ის თავის პროფესიაში, არ მოქმედებს და ვერ მოქმედებს ვერავინ. არ ქონია ავარდნა და ჩავარდნა, არის ყოველთვის სტაბილურად, ყოველთვის თავის ადგილზე. აი იმ წარმატებისთვის, რასაც მან მიაღწია, ამისთვის მას არ უბრძოლია, როგორც სხვა ხელოვანისგან ხშირად გაგვიგია, რომ მან ბევრი დაბრკოლება გადაიარა და ბევრი იბრძოლა ამისთვის. ეს ყველაფერი მას ესე უბოძა, ასე ვთქვათ. და უფრო დიდი პოტენციალი აქვს იმისა, რომ იყოს კიდევ უფრო პოპულარული. ძალიან უყვარს ხელოვნების ნებისმიერი დარგი, ეს იქნება ლიტერატურა, იქნება მხატვრობა, ფერწერა, იქნება კინო, ნებისმიერი ჟანრი არის მისთვის ახლო და საყვარელი. ესთეტიური აი სილამაზე უყვარს ძალიან უცხოეთში წასვლა, დათვალიერება. ვინაიდან ის არის ძალიან ესთეტი ადამიანი, ესე იგი ადამიანის ჩათვლით, ყველაფერი ნივთი, ყველაფერი მის გარშემო უნდა იყოს ძალიან ლამაზი. არ უყვარს ესეთი ხმაურიანი თავშეყრის ადგილები. თუ მან ესე იგი მოისმინა, რომ ვინმეს ჭორავს, აი შეიძლება თვალებიც კი ამოთხაროს. აი ეს არ უყვარს მას. მისთვის არ აქვს მნიშვნელობა ის მეგობარია თუ უცხო, შეიძლება უცხოზეც კი არ გათქმევინოს ცუდ.
ბავშვობაში მიიღო ეს სავიზიტო ბარათი და იყო ერთ-ერთი, ну, ყოველ შემთხვევაში პირადად ჩემთვის ძალიან საყვარელი კოლექტივის წევრი. მე შემიძლია შევადარო ეს ადამიანი ძაღლს, რომელიც ყავთ სახლში, ძალიან სათუთად უვლიან და არის ეს ძაღლი ძალიან ჭკვიანი. შევადარებდი მხოლოდ და მხოლოდ აი რუსულად უფრო კარგად ჟღერს სალავე შევადარებდი ძალიან თბილ, ფაფუკ, გრაციოზულ, ელეგანტურ კატისებრთა ოჯახის რომელიმე წარმომადგენელს. ბემბის შევადარებდი. რაღაცა დიდ თვალება ბემბის. ვერსიები უცნობის ვინაობის შესახებ შეგიძლიათ მოგვაწოდოთ SMS-ის საშუალებით. საღამომშვიდობისა ეთერშია გადაცემა უცნობი, რომლის სტუმრები ყველასათვის კარგად ნაცნობი პოპულარული ადამიანები არიან. თუმცა ამ ადამიანებს სტატუსი ცნობილი სრულებით არათავისუფლებს ისეთი ყოველდღიური ყოფითი წვრილმანებისგან, იმ წვრილმანებისგან, რომლებიც თქვენ ყველაზე მეტად გაინტერესებთ ხოლმე. და ჩვენ შევეცდებით ცნობილი პერსონები შედარებით უცნობი კუთხით. დაგანახოთ მანამდე კი იმის შესახებ, ვინ დაინახეთ თქვენ სპეციალურად შენიღული ბიოგრაფიის მიღმა. და უნდა გითხრათ, რომ ასეთი რაღაცებიც ხდება, ანუ თითქმის ყველა მაყურებელი მიხვდა სწორად ვინ არის ჩვენი დღევანდელი სტუმარი, ერთი განსხვავებული ვერსია გვაქვს და ეს გახლავთ ნანი ბრეგვაძე. ბევრი მაყურებელი კი უბრალოდ უპრობლემოდ მიხვდა, რომ დღეს ადამიანი, რომელზეც ასე აღფრთოვანებით საუბრობდნენ მისი მეგობრები, გახლავთ ყველა თაობისთვის მისაღები და საყვარელი მომღერალი ქალბატონი მაია ჯაბოა. საღამომშვიდობისა მაია. როდესაც თქვენი მისამართით ამდენ საინტერესოებითაც ისმენთ ხოლმე უხერხული გიხდება, წითლდებით, ისეთი უკვე მიჩვეული ხართ იმას, რომ თქვენზე ყოველთვის ყველა კარგს ამბობთ. ვერასდროს ვერ შევეჩვევი ამას, ყოველთვის ვარ უხერხულ მდგომარეობაში. თუმცა გათამამებული ხართ მეგობრებისგან დიდი კომპლიმენტები. კი, რა თქმა უნდა. ის კი არა, იმას ვერ ვეჩვევი, ჩემ თავსაც კი ვერ ვეჩვევი ეკრანზე, როცა მე ვარ ტელევიზორში, თუ უცხო სიტუაციაში ვარ, არც უყურებ. თუმცა ამდენწლიანი გამოცდილების შემდეგ სხვებთან ერთად მაინც მერიდeba. და თქვენ თავად როგორი ადამიანი ხართ? აი, როდესაც კომპლიმენტებზე მიდგება ხოლმე საქმე, არ იშურებთ გათინაურებს თუ მაინც შედარებით მოზომილი მე სხვათა შორის ძალიან არ მეხერხება კომპლიმენტების თქმა, მაგრამ როდესაც მართლა მთელი ჩემი გულით და სულით მინდა ვიღაცას უთხრა, ანუ ის რასაც ვგრძნობ იმ წუთში და რაც აუცილებლად თვლი რომ აუცილებლად უნდა უთხრა ეს აი ამ წუთში ამ ადამიანს ყოველთვის ვეუბნები და თქვენ წარმოიდგინეთ რომ სჯერათ ამის, იმიტომ რომ მართლა გულწრფელი იმდენად იშვიათად ვამბობ ხო რომ ყოველთვის ვიძახი სიმართლეს. თქვენი ბავშვობიდან დავიწყოთ, მკაცრად გზდიდნენ თუ იყო მომენტები, როდესაც ძალიან გათამამებდნენ და განებივრებდნენ? პირიქით არა, მკაცრი აღზრდა ნამდვილად არ მიმიღია, პირიქით ძალიან ისე თავისუფლად გზრდიდნენ, საოცრად გვენდობოდნენ, სამი დანი ვართ ჩვენ და ჩვენი მშობლები, საოცრად დიდი ნდობა ჰქონდათ ჩვენი და გათამამებულები. საკმაოდ. ნუ არა გათავხედებულები, არამედ გათამამებულები, განებივრებულები მათი სითბოთი და სიყვარულით და რა ვიცი და ყველას თავისუფალი არჩევანის უფლება გქონდა, ანუ გვიარა იმ სპორტზე, ან იმ წრეზე, რაც მოგწონდა, რაც არ მოგწონდა, ვამბობდით, რომ არ გვინდა და არასდროს არ გვაძალებდნენ. ასევე ავირჩიეთ ჩვენი პროფესიები, ამდენად ძალიან ესეთი გამართლა ამ მეთოდმა. ის ადამიანები, ვინც თქვენს ბავშვობას იხსენ, ვინც თქვენთან ერთად გაატარა ეს პერიოდი, ყოველთვის ამბობენ, აი, მეგობრებმაც აღნიშნეს, რომ იყავით ძალიან სერიოზული, ყოველთვის ყველას დიდივით გვარიგებდაო და დიდებიც კი მოწიწებით ესაუბრებოდნენ. ხო, ნუ არ ვთამაშობდი, რა თქმა უნდა, ასეთი ვიყავი. ხა მე თვითონაც საკმაოდ კარგად მახსოვს და ძალიან პატარა ასაკიდან მახსოვს ჩემი თავი და აი ეხლანდელი გადასახედიდან რომ ვიხსენებ აი ამ ჩემს ბავშვობას მიკვირს კიდეც და რაღაც მომენტში არ მომწონს კიდეც რომ აი ესეთი სერიოზული, ზედმეტად სერიოზული ვიყავი და ნუ აი ეს პასუხისმგებლობის გრძნობა საოცრად ისე მქონდა განვითარებული, ალბათ ბევრ უფროსს რომ არა აქვს დღესაც კი. აი ეს მქონდა
და რა ვიცი, ისეთი ვიყავი რაღაცა დაუფიქრებლად არაფერს არ გავაკეთებდი, არაფერს არ ვიტყოდი და ალბათ ეს ხასიათი იყო ჩემი, მაგრამ ეხლა რო გითხრათ დიდად მომწონდა ესეთი ბავშვები მომწონს თქვა რა, უფრო ბავშვური ბავშვები მომწონს. მე არ ვიცი, რამდენად ცნობილია საზოგადოებისთვის ის ფაქტი, რომ მაია ჯაბოა მუსიკალურ აწლეთში არ მიიღეს, მხოლოდ მარტივი მიზეზის გამო, რომ მას მენა არ აქვს. მართალია ეს ისტორია? კი, ნამდვილად. აი დეტალურად როგორ იყო გმოგული? ნუ სადამ ჩავაბარებდი, რა თქმა უნდა, მოვამზადე პროგრამა და ესეთი ძალიან ცნობილი პედაგოგები, ვინც იყვნენ იგივე თეორიის დარგში, იგივე საფორტეპიანო დარგში, და ყველას მოასმენინეს ჩემი თავი და ნუ თქვეს, რომ აი მოვიდა ძლივს ის ბავშვი, რომელიც უნდა სწავლობდეს ნიჭი ერთ აწლეთში და რომ აუცილებლად მოხდება ყოველი. ნუ არანაირი პრობლემა ამას არ ექნება. რა თქმა უნდა, შემიმოწმეს მენა, ანუ როგორ უკრავდი, კარნახიც კი დავწერე და აი ასე. ნუ რო ჩავაბარე, გამოცდა და მივედი და არ აღმოჩნდი სიაში. ნუ რა თქმა უნდა, მე ნუ ჯერ მზიური არ არსებობდა, მაგრამ ნუ მე უკვე მღეროდი და აი ეს ნახსენები ოქროს მედლები სკოლის ოლიმპიადების, ნუ უკვე მქონდა მიღებული და ნუ რა თქმა უნდა, მე დარეკეს და კითხეს დირექტორს, რომ რატომ დარჩა ეს ბავშვი ესე გარეთ და ნუ მან უპასუხა, რომ ხა ეს სიტყვები ზუსტად ჩამრჩა, რომ ცოდვას ვერ ვიტყვი, ყველაზე კარგად დაუკრა, მაგრამ სმენა არა აქვსო და მე მაღალ კლასებში ძალიან გაუჭირდებაო და ნუ კარგი ამ კაცმაც უთხრა, მაშინ კარგად დაიმახსოვრე ეს სახელი და გვარიო და გავადრო და შეგწყვება შენი სიტყვები. როგორ გონიათ, გაიგო ამ კაცმა და შერწყვა მისი? არ იცით ეს ამბავი. ნამდვილად აღარ დავინტერესებულად, მაგრამ ისე ერთი არის, რომ ბავშვს ძალიან ფრთხილად უნდა მოექცე, იმიტომ რომ აი ამ ფაქტის მერე მე საოცრად დიდხანს აღარ მივკარები ვარ ინსტრუმენტს და პრინციპში აი დღესაც ძალიან გული მწყდება, რომ მე არ უკრავ. შეიძლება გარკვეულწილად კი, დავამთავრე მუსიკალური, მე ჩვეულებრივი შვიცლედი, მაგრამ აი ეს რაღაცა გულისწყენა საოცრად ისე სერიოზულად იმოქმედა ჩემზე და ამიტომ ეხაც რაღაცა კონკურსებში რომ თხოვენ ჟიურის წევრად დაჯდომას ყოველთვის ძალიან ისე ფრთხილად ვეპოვდი ამ საკითხს. ხო, არასდროს არ უნდა ატკინო ბავშვს გული. რა ხდებოდა მანამდე, სანამ ჩამოყალიბდებოდა ანსამბლი მზიური, სანამ მოხვდებოდით იქ, ანუ ბავშვობა მზიურამდე მუსიკალური ფონის თანხლებით მიდიოდა თუ იყო სხვა სფეროებიც, სადაც კარგ მომავალს გიწინასწარმეტყველებდნენ? ნუ ასეთი სფერო იყო სპორტი, სადაც ძალიან დიდ იმედებს ამყარებდნენ ჩემზე. როგორც ვიცი, ცურვაში იყავით თანრიგი. ხო, თანრიგი მქონდა, საკმაოდ პატარა ვიყავი. და აი აქაც ნუ ესეთი ეს ჩემი ხასიათის წყალობით ალბათ, ისე ძალიან მიზანდასახული ვიყავი. საერთოდ ბევრ წრეებზე დავყავდით ჩემს, ოღონდ არა მარტო მე ჩემი იდეებიც, მაგრამ აი ხასიათი ყოველთვის ჩანს ბავშვის. ნუ რა თქმა უნდა, თუ მშობელი არის ყურადღებიანი და დააკვირდება, სად იჩენს თავს და ესეთი ხასიათი, რაზეც ვივლიდი, ან კარგად უნდა გამეკეთებინა, ან საერთოდ არ უნდა მივკარებოდი და აი ცურვაშიც იგივე იყო, ნუ რაღაცა და ისე გამიკვირდა რამდენიმე წლის წინ ჩემი შვილი რომ მივიყვანე საცურაო აუზზე და იქ მიცნეს ან როგორც არამაია ჯაბო არამედ როგორც მოცურავი ეს ისეთი სიამაყე იყო რაღაცას გავიჭკიმე ჩემი შვილების წინაშე რომ აი ხედავთ როგორ ვცურავდი რომ დღემდე ახსოვს აი ამ ხალხს ჩემ თუმცა თქვენ შვილებს ალბათ მაინც ეგონათ რომ გიცნეთ როგორც მაია ჯაბო არა იქ უთხრეს რომ აი თუ ასე იცურავებ როგორც ცურავდა თქვენი დედა მაშინ ძალიან რა ვიცი ეს იყო ცურვა სხვა მეტი ისეთი არაფერი ნუ ეს მაგრამ უფრო ესეთი მკვეთრად გამოხატული ეს იყო მაინც სიმღერა იმიტომ რომ რა ვიცი მე რაც თავი მახსოვს და აღვიქვამ სამყაროს და ჩემს თავს სულ მესმოდა სიმღერა იმიტომ რომ ჩემს ოჯახში ყველა მღეროდა და ძალიან კარგად ძალიან ნუ ესეთი მრავალხმიანი სიმღერები იყო ეს იყო ესეთი იმერული, სუფრული სიმღერები, ეს ბაბუის მხრიდან ყველა მღეროდა. მომღერალ ოჯახში გაიზარდა. დედაჩემის მხრიდან ბიძაჩემი, რა ვიცი, ბებიაც კარგად მღეროდა და აი ასე რომ. და ვიცოდი უამრავი სიმღერა. თან მალე სწავლობ თავის ტექსტიანად ვიმახსოვრებდი და ის კი არა ბაღის რეპერტუარიც კი მახსოვს და სულ მაგაზე დამცინის ეკა და ბაღის ბავშვები მახსოვს და საიდან გახსოვს ის. ბევრი სიმღერა ვიცოდი და ნუ ეს დედაჩემმა მე სასახლეში მიმიყვანა ვოკალურ ჯგუფში და
იქიდან დაიწყო. მე მინდა მაყურებელს უთხრა, თუ გსურთ შეკითხვები დაუსვათ მაია ჯაბოს, უნდა დარეკოთ ტელეფონის ნომერზე 91 00 63 ან გამოაგზავნოთ SMS შეტყობინებებით თქვენი შეკითხვები. ჩვენს გადაცემაში კითხვებს ჩემს გარდა თქვენი მეგობრები სვამენ და ახლა მოდით ეკაკახიანს მოусმენთ, რომელიც კითხვას დაგისვათ. მაია, გაიხსენე, რატომ დაბრუნდა დედა შენი ძალიან გაბრაზებული მზიურის ერთ-ერთი კრებიდან? რა მოხდა მაშინ? ნუ ეხლა რო გითხრა რომ მარტო დედა ჩემი დაბრუნდა კრებიდან გაბრაზებული, მომიტყვი, იმიტომ რომ ყველა მშობელი საშინელი აღშფოთებული დაბრუნდა იმ კრებიდან. ეს იყო არტეკის მერე მოწვეული კრება. ეს იყო პირველი არტეკი, იმიტომ რომ არტეკში ბევრჯერ ვიყავით და ნუ ეს განებივრებული ბავშვები, რა თქმა უნდა, ბევრს შრომობდით, მაგრამ მაინც მიჩვეულები ვიყავით ჩვენ განსაკუთრებულ მოპყრობას. ნუ აღმოჩნდით ამ არტეკში, რომელიც არტეკი რეალობაში ჩვენ აღვიქვით როგორც საკონცენტრაციო ბანაკი და ნუ საშინლად ვიქცევოდით. ნუ ამდენი ბავშვი. აი, რას აკეთებდით? რაში გამოიხატებოდა თქვენი? ვერაფრით ვერ ვექვემდებარებოდით იმათ რეჟიმს. ნუ უნდა ამდგარი ყავი 7-ის ნახევარზე, უნდა გევარჯიშა, შევარდნილი ყავი ამ ცივ ზღვაში და ნუ ეხლა სად შეგვეძლო ჩვენ ეს, იმიტომ რომ ჩვენ სხვა რეჟიმს ვიყავით. აი, გვიანობამდე კონცერტს, გადაღებას, ამას უძლებდით, გათენებას, ყველაფერს, შიმშილს. იმიტომ რომ არ იყო ხა ყოველ სტუდიებში და სადღაც ეს პირობები. ქალაქიდან ქალაქში გადასვლას, ავტობუსით იქ აპარატურის აწყობას, სიმღერას ჩააწყობას. აი ამას ვუძლებდით ყველაფერს, ეს ჩვენი საქმე იყო, მაგრამ აი ეს რომ ყელსახვევი უნდა გკეთებოდა მაინც და მარშით უნდა გეარა. აი ამას არ ვემორჩილებოდით და საწყალეს ჩვენი პიონერ-თხემძღვანელი ტიროდა ეს გოგო ყოველ დღე და ნუ არა ვიცი, ნუ ძალიან შუა დღისას უნდა დაგეძინა, რაც ჩვენთვის ეს წარმოუდგენელი, მე პირადად მიყვარს დაძინე, მაგრამ ნუ მზიურისთვის და ნუ ეხა ერთად 18 ბავშვი გოგო, ნუ ეს საოცრება იყო ერთად ჩვენი გაატანა. და თქვენც კი ასეთი სერიოზული ბავშვი, ესეც უდეთ იქ სხვა რაღაცის გამო და იყო ჩემს მიმართ პრეტენზია და ნუ მოკლედ აი ესეთ საშინელი არტეკის მერე რა თქმა უნდა მოიწვიეს საგანგებო კრება და ნუ ყველან და მე დეჩემა დამტოვა ევგენიძეებთან და წავიდა. მაშინ ევგენიძეები რუსთაველზე ცხოვრობდნენ და მე მოვალო მერე აქედან წავალ სახლში. და მოვიდა. ისე ძალიან კაცრი გარეგნობა ქონდა დედა ჩემს ბავშვობაში ცოტა მეშინოდა, მაგრამ მე რო გავიზარდე მივხვდი რომ ეს მხოლოდ გარეგნობა ქონდა. ისე არ იყო კაცრი, მაგრამ იმ პერიოდში ჯერ ცოტა მეშინია. შემოვიდა. თან არის ძალიან დიდი ქალი, მაღალი და ესეთი ბრაზიანი სახით, გაბრაზებული საშინელი და რა გითხრეს მეთქი და არაფერი მითხრეს სახში წამოდი ახლა წავედით და იქ გეტყვი რაც მითხრესო. ნუ უკვე ძალიან შაშინელი. ნუ გადაეკიდა დათო გეხოცები მითხარიო რა თქვესო. ნუ არაფერი საშინელება დავანწყესო ეს მშობლები რომ შენი შვილი არის უდისციპლინო შენი ასეთი შენი სხვა რაღაცა საოცრებები და ჩემი ჯერი რომ მოვიდაო მითხრესო რომ არა მაიაო არც ჩხუბობდაო არც არ აგვიანებდაო არც ანგრეული არ ქონდაო თავის კუთხეო უბრალოდ როცა ვიღაცა ჩხუბობდა მე მაიას ეკითხებოდდენო აი აზრს აი ამ საქმის გარშემო და ესო ძალიან მშვიდათო გადადებდა თავის წიგნსო რაღაცას ისე სიტყოდა ერთ წინადადებასო რის მერე იქო ხოცავდნენ ერთმანეს და ეს გადაბრუნდებოდა და აგზელებდა წიგნის კითხვასო და იქ რუსულენოვანი იყო პედაგოგი, вот так дипломатически она испортила всем детям нервы. და საერთოდ ამ ჩემი მწარე ენის გამო დედა ჩემი ისე ხშირად მსჭირდა. ეგ როგორც ჩანს, მაინც ნეიტრალური არ გეჭირათ, უფრო გამშველებლური, ოღონდ სიტყვით აკეთებდით. ხო, მაგრამ ეს ვაღიარებ, რომ მართლა ბავშვობაში ძალიან ისეთი მწარე ენა მქონდა, რასაც დღეს ძალიან ვინანიებ ამ ჩემს ნაკლს და მას, იმიტომ რომ მე მივხვდი რომ არ შეიძლება ადამიანს გული ატკინოს სიტყვით. ჩვენ საუბარს ცოტა ხანში გავაგზავნებთ გადაცემაში რეკლამის დრო.
შეგახსენებთ, რომ ეთერშია გადაცემა უცნობი და ჩვენი სტუმარია მაია ჯაბო. შეკითხვების დასასმელად შეგიძლიათ დაგვირეკოთ ტელეფონის ნომერზე 91 0063. ისე მზიურზე გავაგრძელოთ საუბარი, თქვენ ისეთი როგორც თქვენი გრაფიკი მოყევით, იმდანაც დაძაბული სამუშაო რეჟიმი გქონდათ, რომ ალბათ სკოლიდან მუდმივად გათავისუფლებული იყავით. გიწევდნენ ანგარიშს როგორც ისე ძალიან ცნობილ ბავშვს. როგორ არა ეს მე რუსულ სკოლაში ვიყავი და ისე მაია наша гордость ისახდნენ და რა თქმა უნდა გქონდა შეღავათები და ყველაზე დიდი შეღავათი იყო რომ მაშინ გამოცდებიდან გვანთავისუფლებდნენ მზიურს და სპორტსმენებს ხოლმე ესეთ გამოჩენილ სპორტსმენ ბავშვებს და ჩვენც სარგებლობდით ამ პრივილეგიით მაგრამ იყვნენ მზიურში ძალიან ბევრი ხუთოსნები რომელთაც თან დაგქონდათ ეს წიგნები ხოლმე. მე სწორედ ეს მინდოდა ახლა შემდეგი კითხვა დამესვა თუ დაგქონდათ ეს წიგნები თქვენ? კი, გოგოებს დაგქონდათ, მე არა. მე არ დამქონდა, ну რა თქმა უნდა, მხატვრული ლიტერატურა დამქონდა, ეს აუცილებელი იყო. მაგრამ ახლა ფიზიკა და ალგებრა და ესეთი წიგნები, სახელმძღვანელოების სკოლის ნამდვილად არ დამქონდა. აი ესეთი განსაკუთრებულად საყვარელი საგანი არ იყო, რომ წაგიღოთ და თან წასწავლებს ეგეც. საგნები ნამდვილად გულგრილი ვიყავი ყველა საგნის მიმართ. ну ახლა ერთადერთი რაც მომწონდა ეს ლიტერატურა, ისედაც ბევრი ქონდა საკითხავი და ვკითხულობდით და ახლა იქ ისეთი სიტუაცია იყო, რომ ბევრი კითხულობდა მზიურში და ახლა ძალიან სროარს დომოდა რომელიმე საკითხვა აღარ გამოდიოდა ეს და მე ეს თუნდაც წიგნები გადადიოდა ერთი მეორეს ხელში და მაგრამ აი ესეთები ყავდა საკმაოდ ბევრი მედალოსნებიც კი ყავდა ესეთი ძალიან ბეჯითი ბავშვები რომლებიც რეპეტიციის შუალედში მეცადინეობდნენ ფანჯრის რაფაზე სასახლეში იჯდნენ და იყვანდნენ ამოცანებს და სადღაც დიდი ხნით თვეობით რომ მივდიოდით რა თქმა უნდა იქ მოქონდათ წიგნები და ძალიან სერიოზულად სწავლობდნენ მე ყველა ის სიმღერა გახსოვთ, რომელიც მზიურის რეპერტუარში იყო? ყველა აბსოლუტურად. თავის ტექსტები. თქვენი შესრულებით თუ არა, ყველასი, თითქმის. ჩვენ მე მანიშნებია, რომ გვაქვს სატელეფონო ზარი საღამო მშვიდობისა გისმენთ. გამარჯობათ, მეპევიცანი ხარ. მაყურებელს ვეტყვი, რომ ეს გახლავთ მერის კულტურის სამსახურის უფროსი ბატონი დათო გიტაშვილი საღამო მშვიდობა. მე მაქვს ერთი კითხვა მხოლოდ მაიას და აი როგორ ახერხებ მაია მას? აი რო ყველას უყვარხარ, იმიტომ რომ შენ ხარ ძალიან კაი ადამიანი. აი მართლა და იმიტომ რომ აი დიდი ხანია ჩვენ ერთმანეთს არ ვიცნობთ ეს ახლოს, მაგრამ მეგობრები ვართ, მაგრამ ეხლა მე ნატოსთან ვარ, იქიდან გელაპარაკები. აი მართლა გიყურებ და გავბედე, იმიტომ ამიღო ხოლმე და დამერეკე. დიდი მადლობა. მართლა არაჩვეულებრივი ადამიანი ხარ და ღმერთმა ბედნიერი გამყოფოს შენ შვილებთან და შენს ოჯახთან ერთად. დიდი მადლობა ძირფას. და გითხარ ეს როგორ ახერხებ ეგ საიდუმლო შენ კოლეგებს მოუყევი ტელევიზიიდან ძალიან გთხოვ. ეს არ არის საიდუმლო, დიდი მადლობა ესეთი თბილი სიტყვებისთვის. ეს არ არის საიდუმლო, ეს რა თქმა უნდა თავიდან ალბათ გაუცნობიერებელი იყო, მაგრამ მე მიყვარს ფიქრი საერთოდ და მივხვდი რომ ძალიან მარტივია. სულ ვიძახი, გიყვარდეს და ეყვარები. აი ეს არის ჩემი მარტივი პრინციპით. ძალიან. ეს ეხება ჩემს მსმენელსაც და რა თქმა უნდა ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემს გარშემო. მიყვარს და ალბათ იმიტომ უყვარვარ მათაც. იყო მზიური, იყო ძალიან დიდი პოპულარობა, იყო ზენიტი და უცებ ეს ყველაფერი დამთავრდა უბრალოდ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მზიურის ასაკიდან გამოხვედით. დამთავრდა სკოლა. აი, დეპრესიაში ამის გამო არ ჩავარდნილ ხარ? მე სერიოზული დეპრესია მქონდა ამის გამო. მე ძალიან ტკივნეულად გადავიტანე აი ეს ბავშვობასთან განშორება. მიუხედავად იმისა, რომ ეხლა მეც როგორც ნებისმიერი ესე თინეიჯერი ელოდება იმ პერიოდს, რომ გახდება დიდი, გახდება სტუდენტი და იწყება რაღაც ახალი ცხოვრება და არა, ასეც ვიყავი განწყობილი, მაგრამ მართლა არ ველოდი თუ ესეთი საოცარი რეაქცია მექნებოდა იმ ყველაფერზე. დამთავრდა ეს მზიური, მე მახსოვს ბოლოს ერთ-ერთი კიკეთში ბანაკის ტერიტორიაზე ვიყავით, ის იყო ბოლო ზაფხული უკვე ჩემთვის მზიურთან. და იქ ახალ პროგრამას ვაკეთებდით. მე კი მთელი წელი ვიყავი, მაგრამ აი ზაფხულში უკვე მეორე ზაფხულს ერთად აღარ ვიქნებოდით და აი რაც კონცერტი ქონდა და ისე მახსოვს, რომ მე ამ კონცერტის მერე რომ დამთავრდა კონცერტი, ვიტირე კიდეც და ისე გაუყვირდათ გოგოებს, რომ
ვაიმე ჯაბუა ტირისო, ეს იყო იმათვის აი შოკი, იმიტომ რომ არასდროს არ ენახათ მე როგორ ვტირი ვარ და რო გაიგეს მიზეზი, რატო ყველამ დაიწყო ტირილი. მაგრამ ჩემთვის მართლა სერიოზული ის დადგა, იცი რატო რომ კი, პრინციპში გავხდი სტუდენტი, პრინციპში თან მუშაობაც დავიწყე ტელევიზიის ორკესტრთან, იქ უნივერსიტეტშიც მღეროდი, სულ კონცერტები, ანუ იგივე გაგრძელდა, მაგრამ აი სიმარტოვე სცენაზე ეს იყო საშინელება ჩემთვის, ვეღარ ავიდა. აი მარტო ვიდექი, არც გოგოები იყვნენ, არც უკან, არც კულისებში. ის ცხოვრება დამთავრდა, რომელიც აი ისეთი სავსე იყო და ბევრის პერიოდთან დამთავრება იყო ბავშვობასთან განშორება. საშინელება იყო ჩემთვის, ხო. და საერთოდ რამდენად დეპრესიული ადამიანი ხარ ცხოვრებაში თუ ადვილად უმკლავდები? ცირა, ადრე უფრო ვიყავი ეს მიდრეკილი, ესეთი დეპრესია ალბათ უფრო ისეთ ხმამაღალინად, უფრო ისეთი მელანქოლიური ვიყავი. თუ რაღაცა ის ვიცოდი, ძალიან ჩაღრმავება რაღაცეებში და მოქმედებდა ბევრი რაღაც, თუნდაც ამინდი ცუდი, აი თუნდაც ის პერიოდი, თუნდაც აი ის ვიღაც სხვასთან რომ და მემღერადო და არა ზიურთან და არა ტელევიზიის ორი, ყველაფერი ის სხვა ადამიანებთან მიჭირდა კონტაქტით და არ ვიყავი ისეთი კომუნიკაბელური. კი, მაგრამ ნუ აი ესეც ჩემ თავში მაწუხებდა და არ მომწონდა და აი ესეც გამოვასწორე და ეხლა მით უმეტეს როცა უკვე ამდენი საქმე მაქვს და ორი შვილი მყავს და ამდენი სხვა გზა არ არის. ვიღაცას ჭირდები. ამ ეხლა სულ ვიძახი ეს დიდი ფუფუნებაა ჩემთვის, ნამდვილად ვერ მიცემ ჩემ თავს ამის უფლებას. მაია, თუ არსებობ თქვენ პროფესიით უცხოენების, კერძოდ ინგლისური ლიტერატურის და ენის სპეციალისტი ბრძანდებით, თუ გიმუშავიათ ამ სფეროში როდის? არა, არასდროს არ მიმუშავია და პრინციპში პირველი წუთიდან ვიცოდი, რომ ეს არ იყო ჩემი ესეთი მთავარი პროფესია, ეს იყო ალბათ უფრო მომღერალი, რომელმაც კიდევ ერთი ენა იცის. აი ეს მეტი არა. საერთოდ სხვა სფეროებში მოგისინჯავთ ძალები როდისმე? არასდროს. არსად. არა. მთელი ცხოვრების მანძილზე, როგორც ამბობენ, ძალიან გიყვართ მოგზაურობა და ბევრი გიმოგზაურია და ხშირ შემთხვევაში ეს ალბათ უფრო გასტროლები იყო. აი ესე პირადი სიამოვნებისთვის დასასვენებლად, დასათვალიერებლად, რამდენად ხშირად სტუმრობთ ხოლმე საზღვარგარეთს? ნუ მე ის მართლა გამიმართლა ამ ხრივ ბავშვობიდან ძალიან ბევრი ქვეყანა ვნახე და ეს დღემდე გრძელდება და მიმართლებს ეს გასტროლებში, როგორც იტყვიან, ანუ მაინც დღემდე მიწევს ბევრი მოგზაურობა, რასაც მე ვთვლი, რომ ყოველი ქვეყნის ნახვის მერე მე მადლობას ვუხდი ღმერთს, რომ აი ეს ქვეყანა მანახა, რომ აი ეს სილამაზე ვნახე. ხო შეიძლება მართლა ისე იცხოვრო, რომ აი ეს ვერ ნახო. და მე ვარ ძალიან მადლიერი ღმერთის, რომ აი ამის საშუალება მაქვს და რა ვიცი, მე ვუსურვებდი ყველა ადამიანს აი ამის საშუალება ქონდეს, რომ ბევრი იმოგზაუროს და ბევრი კულტურას გაეცნოს, ბევრი საინტერესო ამ ქვეყანაზე და მართლა საცოდაობა ერთხელ ცხოვრობ და იმდენი სილამაზე და იმდენი საოცრებაა და არ აქვს ყველას საშუალება, რომ აი ეს ნახოს და მართლა ისიამოვნოს. რა ვიცი, ხა კერძო აი ესეთი ну, უფრო გასტროლები მაინც. ახლა მოდით თემურ თათარაშვილს მოусმინოთ, რომელიც კითხვას დაგისვენთ. ეხლა მოყევი მაიამიზე, რომ გამოვედით კაფედან და ჩვენს მეგობარს მანქანის გასაღები რომ დაეკარგა. გამოხდა მაიამი. ეს შემთხვევა ალბათ უფრო ჩემ მეგობარს ეხება, ჩვენ მეგობარს, რომელიც მაიამიში მასპინძლობდა. იქ არჩევლებრივ ჩვენ მეგობრები ცხოვრობდნენ, ნინო და ნანა. ну ჩვენ ვიყავით კონცერტებით მიწვეული, მე თემური და ნუცა ჯანელიძე და ну ერთ-ერთი ესე გავისერნეთ, ძალიან ლამაზ კაფეში ვისხედით, დავლიეთ ყავა, რაღაც კარგი ნამცხრები მივირთვით და მოყავთ პარკინგზე და გავაჩერეთ მანქანა. და ну ეს ცოტა ფეხით გავიარეთ. ამ კაფეში ვისხედით კარგ ახანს და რო ავდექით წამოვედით. ну ამ გოგომ ნანამ ვისიც იყო მანქანა, აღმოჩინა რომ გასაღები აღარ აქვს. დაეკარგა. ну იქ დაიწყო მთელმა პერსონალმა ამ გასაღების და მე და თემურის დაგვეზარა ამ გასაღების. მე იმდენი ხალხი ეძებდა, ჩავთვალეთ რომ არ ღირდა თავის შეწუხება და ჩვენ გავყარეთ თემურის ხელკავით და წამოვედით, შეირნოთ ესე. ანუ მივდივართ სადღაც.
არა, იმ მანქანისკენ, პარკინგისკენ. და მივდივარ, დავინახეთ ეს ნანას მანქანა და ის კვაბლი გამოსდის, ნუ იმიდან, მილიდან. თემური გაგიჟდა, რატო არის ეს მანქანა ჩართული? მივედით და რას ხედავთ, მანქანა დაქოქილი დგას, აი ესე 2 საათი, ხო და ნუ ჩავჯექით თემური დაჭდა რა თქმა უნდა. და მივედით იმ კაფესთან და ნუ იქ საშინელი ძებნა არის, აატრიალეს ის თელი კაფე. მიადექით იმავე. მივედით და თემური გადახელა, მოდი შესაძსოდა და მოდი დაჯექი აქ არის შენი მანქანაც და გასაღებიც, ნუ აი ეს შემთხვევა იყო. კლაუზარი გვაქვს ეთერში, მოусმინოთ მაყურებელს საღამომშვიდობის. საღამომშვიდობისა, მოგესალმებით. ბაკური ვარ. ბაკური. კარგად, მადლობა. ეხლა მე ვიცი რომ აი გაწიწდება რომ მოყვე როგორ მიყვარს და რა კარგი ადამიანი, ამიტომ ამას აღარ მოვყვები იმდენი. დღე ძალიან ბევრი. ძალიან მინდა რომ მოგვიყვე, როდის იყავი ყველაზე ბედნიერი შენი ერთი გამოსვლის, აი ერთი ნამღერის შემდეგ და როდის იყავი ყველაზე უკმაყოფილო. თუ ყოფილა ეს შემთხვევა, რომ აი შეასრულე სიმღერა და გამოხვედი აი ძალიან სავსე და ბედნიერი და თუ ყოფილა. მადლობთ ვაკურ შეკრებას. მადლობთ. დიდი მადლობა. ყველაზე უკმაყოფილო აი სწორედ იმ პერიოდში ვიყავი, როდესაც დამთავრდა მზიური, დამთავრდა ბავშვობა და აი მქონდა ესეთი დეპრესია. მახსოვს ფილარმონიაში აი ეს კონცერტი საშინლად წარეთ დამამახსოვრდა, როდესაც მე გავედი, ვიმღერე, არაფერი აი ესეთი ჩეპერო იტყვიან არ მომსვლია, ჩვეულებრივად დავამთავრე ეს სიმღერა. ესეთი ძალიან ჩვეულებრივი ტაში მქონდა. არც ისეთი ცუდი დაუშვათ, მაგრამ ხასიათზე ვერ იყავ. შემოვედი ოთახში და მახსოვს ჩავკეტე საგრიმიორო და ძალიან ვიტირე მაშინ, იმიტომ რომ არა რა თქმა უნდა ესეთი საშუალო ტაშის გამო რა თქმა უნდა მე არა ვარ ესეთი. უბრალოდ მივხვდი რომ ეს ტაშიც იყო დაკრული იმიტომ რომ მე ვიყავი მაია და ვუყვარდი ამ ხალხს. არამედ ნუ და კიდე აი მაშინ კიდევ ერთხელ დავწმუნდი რომ იმდენად ცარიელი ვიყავი და იმდენად მე არაფერი არ მქონდა სათქმელი რომ არ ტყუდება მაყურებელი. აი ზუსტად მიხვდნენ ჩემს აი მე მოვიხადე მოვალეობა, გავედი და რას დავიწყე სიმღერა, დავამთავრე, დაუკარი თავი და გამოვედი. აი ამას მიხვდა დარბაზი და აი ესეთივე პასუხი მივიღე მე იქიდან და აი მაშინ ვიფიქრე რომ ცოტა ხანს არ უნდა ვიმღერო, იმიტომ რომ სანამ ცარიელი ხარ, სანამ შენ არაფერი არ აქვს სათქმელი, აზრი არ აქვს შენს გასვლა სცენაზე და რაც მთავარია რომ არავინ არ ტყუდება და ყველაზე დიდი სიბრიყვეა ეს მსახიობის მხრიდან შენ რო გგონია რომ ვიღაცას მოატყუებ. ეს იყო ყველაზე ესეთი ცუდი ჩემი გამოსვლა, რაც ისე დამამახსოვრდა და ყველაზე ბედნიერი აი ეს შეგრძნება მქონდა, როდესაც ჩვენ ვიყავით სარბრიუკენში, მზიური და ბოლო კონცერტი მქონდა თეატრში და იქ რაღაც აი სოლისტებს და მახსოვს ორ-ორჯერ გვამღერეს აი ესეთი ჩვენი ძალიან ისეთი ნომერი რაც ქონდა. ნუ მე მაშინ მას ბრაზილიურ ავე მარიას ვღეროდი და მახსოვს რომ ორჯერ შემასრულებინეს ეს და საერთოდ ისეთი წარმატება იყო რომ აი საერთოდ საქციელი ქონდა იქ ხალხს დაკარგული, ვინ კულისიდან ლოჟიდან ძვრებოდა, ვინ მოდიოდა სცენაზე, ეს დიდი შლეიფიანი კაბებს იწევდნენ და მოფოფხავდა ეს ხალხი და ისეთი საოცრება ხდებოდა აი ამ ჩვენს გარშემო, რომ აი მაშინ მახსოვს რომ ვიფიქრე რომ რა კარგი იქნებოდა რომ აი ამას ხედავდეს დედაჩემი და მამაჩემი, იმიტომ რომ ეს ისეთი ბედნიერებაა რომ ალბათ ნუ წარმოვიდგინე ყველაზე ძალიან ვის გაეხარდა, ვინ იქნებოდა ბედნიერი, აი ამით აი იმ წუთში აი ეს აზრი მქონდა. ალბათ ყველაზე ძლიერი ეს, მაგრამ ნუ ისე ბევრი იყო დაუშვათ სადაც და საერთოდ ისეთ შეგრძნება, აი კარგი კონცერტის მერე, კარგი ნამღერის მერე, ეს არის არაჩვეულებრივი გრძნობა. აი მართლა თითქოს მიწაზე ფეხს არ ადგამ, აი ესეთი შეგრძნებაა. მე თქვენმა მეგობრებმა აღნიშნეს, რომ არ გიყვართ ხმაურიანი თავყრილობები და პრინციპში ისეთ ასე ვთქვათ, თბილისურ ტუსოვკებზე იშვიათად ჩანხართ ხოლმე, რატო გაღიზიანებთ ეს თანამედროვე ბომონდის შეკრებები? არა.
იცი რა, ვერ ვიტყვი რომ არ მიყვარს თავყრილობები, პირიქით მთელი ცხოვრება ხმაურში ვცხოვრობ და ბევრ ხალხში მაქვს ჩემი ცხოვრება გატარებული, პირიქით ვერ ვიტან სიმარტოვეს და ესეთი მყუდრო დასასვენებელ ადგილებს საშინლად ვერ ვიტან და არც ვისვენებ ეს. პირიქით მე მიყვარს ბევრი ხალხი, ოღონდ თვითონ ეს ხალხი უნდა იყოს ჩემთვის საინტერესო, რომ მე მათთან მინდოდეს იმ დროის გატარება. და ალბათ ეს არის მიზეზი, მეტი არაფერი. როგორია ის გარემო, ის სიტუაცია, სადაც ყველაზე კარგად გრძნობთ თავს? ნუ რა ვიცი, ალბათ ეს უნდა იყვნენ ჩემი მეგობრები და ის ხალხი, ვისი იუმორიც მე მიყვარს. მე ძალიან მიყვარს სიცილი და ძალიან მიყვარს იუმორი. ალბათ ის გარემო, ვისი იუმორიც მიყვარს, ვისი მოყოლაც მაინტერესებს და სიამოვნებს და მიყვარს. ალბათ ეს ნაქვია ჩემი წრე. ჩემ მეგობრებს. მოусმინოთ ერთ-ერთ თქვენს მეგობარს ნატო მეტანიძეს კითხვას დაგისვამთ. თუ შეგიძლია მოყვე შენ და კახიანმა რა ამბავი ჩაიდინეთ კვარიატში ჩემთან მიმართებაში. თუ გეყობ ამდენი სითამამე, შეგიძლია მოყვე. რა ჩაიდინეთ? საშინელი გოგო ხარ ნატო, ზუსტად იცი რომ ვერ მოვყვები ამას დეტალურად, იცის და თვითონაც. მიახლოებით რა მოხდა? მიახლოებით ესეთ რაღაცა, ნუ ერთად ვისვენებდით კვარიატში და რაღაცა ჟურნალები ეყარა ეს ჩვენი ქართული ესეთი ბომონდი ჟურნალები რა და ნუ საერთოდ საქმე არ აქვს, ამოვედით პლაჟიდან და ეკა ვისის პერიოდია ლელა დეკანოსიძე რო იყო ძალიან პოპულარული და ნუ ერთ-ერთი ადამიანის ინტერვიუ იყო. და ნუ ეს სამივეს ხედავთ და ეკამ დაიწყო ამ ინტერვიუს წაკითხვა. ოღონდ ლელა დეკანოსიძე იმას კითხულობდა, ნუ არს კითხულობდა, ოღონდ ლელა დეკანოსიძის ინტონაციით და რაღაცებს ამატებდა და გადავწყვიტეთ რომ ნატო ნუ გავაგიჟოთ და რაღაცა ტყვილი წაიკითხა და შევატყვე რომ ნატომ ეს დაიჯერა. მე ეკას თვალი ჩაუკარი და ვანიშნე რომ ეს იჯერებს ამას და ნუ ეკამ ისეთები წაიკითხა იქ საოცრება რომ ნატო გაგიჟდა აღშფოთდა რომ ნუ სულ გაგიჟდა ეს ხალხი და როგორ შეიძლება ამის დაბეჭდა და მომეცით და ოღონდ სათვალი არ ქონდა და ვერ დაინახა და ნიჩქარა გააგრძელი გაგიჟებული იყო მაგრამ ნუ იმდენი ვიცინეთ რომ ნუ ბოლოს ვიღაც ხალხი ამოდიოდა და გვეკითხებოდა რომ რა ხდება აქ მაგრამ სამწუხაროდ ვერ მოვყვები ამას ვერაფრით ეთერში ვერ მეგობრებიდან დავბრუნდეთ ოჯახში თქვენი ორი შვილიდან რომელი გავს თუ შეიძლება ასე ითქვას მაია ჯაბუას რა ვიცი ალბათ რაღაც ხასიათის რაღაც თვისებებს რა თქმა უნდა ორივეში ვიჭერ მაგრამ ნუ რაღაცა ლიზა უფრო მგავს ალბათ მე აი ეს არის ესეთი ნებისყოფიანი და მიზანდასახული ის დადის ბალეტზე დადის თუმცა ლიზა მე ვიცი რომ კარგათაც ღერის კი მშვენივრად ღერის როგორ პროგნოზ გაუკეთებს მომღერალი დედა ლიზას იცი რა მე არ მიყვარს რაღაცა დაპროგრამება ბავშვების და საერთოდ ვიღარ თუნდაც შვილის ცხოვრების და მე ერთადერთი რაც ჩემს მოვალეობად ვთვლი ეს არის რომ მე მივცე ლიზას კარგი განათლება და ვაკონტროლო მისი გემოვნება და მე ამას ნუ უკვე შევდექი ანუ ლიზა პირველ კლასშია თან დადის ცურვაზე თან დადის მაკა მახარაძის სტუდიაში ბალეტზე და მისი მუსიკალურ სკოლაშიც ჩავაბარეთ წელს მაგრამ თვითონ თქვა რომ მერე ვისწავლიო ანუ ჯერ ცოტა ადრეა და მე არ ვაძალებ იმიტომ რომ მერე ისწავლის ასე ცოტა ვოკალზეც ვაპირებთ ნელ-ნელა უკვე სიარულს. ნუ მე ვთვლი, არა, ნუ ეს ფაქტია, რომ ლიზას ეს აშკარა ესეთი ნიჭი აქვს ხელოვნების
სადმი და ნუ აშკარაა რომ ლიზა იდგება სცენაზე, ოღონდ რომელ სცენაზე და რას გააკეთებს ეს უკვე მისი ასარჩევია. მე მივცემ კარგ განათლებას და მე უკვე თვითონ აირჩევს. აი ფაქტობრივად თქვენ გაეცით ჩემ შემდეგ კითხვას პასუხი, მაგრამ მაინც აი როგორც თქვენი მეგობრები ყვებენ, ყველას ბავშვობაში თქვენ ძალიან დიდივით არიგებდით, ყველას დედა იყო. ხო, მაბარებდნენ მშობლები თავის შვილებს, როცა მივდიოდით გასტროლებზე და თითქმის ყველა დედა თავის შვილს მაბარებდა და აი როცა გავიდა ძალიან ბევრი წელი და თქვენ უკვე გახდით ნამდვილი დედა. აი როგორ გამოავლინა მაია ჯაბუამ თავისი თავი უკვე დედის ამპლუაში. ხო, ნუ რამდენად მკაცრი ხართ? იცი რა, ალბათ ნუ კი მკაცრიც ვარ, ალბათ იმ დროს როცა უნდა ვიყო მკაცრი, მაგრამ ესე უსაფუძვლოდ არასდროს არა ვარ მკაცრი და არ მიყვარს აი საერთოდ მე თვითონ ყოველთვის ვეწინააღმდეგები აი ესეთ მეთოდს, როდესაც არ შეიძლება, აი ამას ვერ ვიტან. აი თუნდაც ჩემს მიმართებაში ვიღაცა რომ რაღაცას მეუბნება, რომ აი ესე არ შეიძლება. რატო სულ ვეკითხები? თუ ვერ მიხსნის, ჩემთვის არ აქვს აზრი ამ ადამიანის აზრს არ აქვს მაშინ არანაირი ფასი და არანაირი ძალა. და რა თქმა უნდა არ ვაკეთებ ისე როგორც ის მეტყვის. იმიტომ რომ ვერ ამიხსნა რატო არა. და იგივე მაქვს მე ჩემს შვილებთან. თუ რაღაცას არასწორი ან არ უნდა გააკეთოს, მე ყოველთვის ვცდილობ გავაგებინო რატო არა. და ნუ ალბათ ვახერხებ იმას, რომ აუხსნა და ისე რა ვიცი, უფრო ვცდილობ, რომ დაიჯერონ და დაინახონ ჩემში მეგობარი, ჩემთვის ეს უფრო მნიშვნელოვანია. ეთახვებით იმ ადამიანების აზრს, რომლებიც ამბობენ, რომ მაია ცოტათი ზარმაცია მაშინ, როცა საქმე მუსიკალურ კარიერას, სიმღერის ჩაწერას, კლიპის გადაღებას ეხება, თუ მაინც ვთვლით, რომ ასე არ არის. არა, მე ზარმაცი ვარ შეიძლება სწორედ არა იქ, სადაც საქმე ეხება ჩემს საქმეს. უბრალოდ ზარმაცი არა ვარ იქ, როცა ეხება ჩემს საქმეს. მე ვერავინ ვერ იტყვის, რომ რაღაცა ჩაწერა დამეზარა, ან სიმღერის სწავლა დამეზარა, ან კონცერტზე დავაგვიანე და ან არ მივედი. რაც შეეხება ჩემს საქმეს, მე იქ ყოველთვის ყველაფერს ვაკეთებ ბოლომდე, მაგრამ შეიძლება მე არა ვარ აქტიური ადამიანი და ვიღაცა ამას არქმევს სიზარმაცეს. მე როცა არავის აღარ შეუძლია ფეხზე დგომა და სიმღერა, მე ვდგავარ და წერ და ვღერი ვარ. ანუ სწორედ აქტიურობის თვალსაზრისით მე ისეთი სკოლა გამოვიარე, ანუ მე ჩემი ფრაზა მზიური გვაქვს გადატანილი, თქო რომ იმას რასაც თუნდაც მე ფიზიკურად არა ვარ ძლიერი, რასაც მე შემიძლია გავუძლო, როცა ეხება ეს ჩემს საქმეს, მაგრამ მე არა ვარ აქტიური ადამიანი. უბრალოდ არ მიყვარს აქტიური ადამიანები. და არ მინდა საერთოდ ვიყო ზედმეტად ხშირად, იმიტომ რომ მე ვთვლი, რომ თუ რაღაცა პლუსი მაქვს, ერთ-ერთი არის ის, რომ მე მაქვს ზომიერების გრძნობა. ალბათ ეს არის და არა სიზარმაცე. ისევ კითხვა გვაქვს ეთერში, რუსიკო ბახტაძეს მოусმინეთ. ხო გაიხსენო ფაქტი, როდესაც 1 საათი იყო კონცერტამდე, შენი სოლო კონცერტამდე და შენ გითხეს, რომ მინი დისკი წაიშალა. წაიშალა მინი დისკი კონცერტის წინ. ხო, ნუ ეს მზადება იქ რაღაც მე მზადებით უკვე კონცერტი რამდენი 2 საათში თუ 3 საათში იწყება და მოდიან ჩემთან და მეუბნებიან, რომ წაიშალა მთლიანად მინი დისკი არ კითხულობს, ანუ რაზეც უნდა ვიმუშაო. ხო და ეს უფრო იმაზე მეტყველებს, რამდენად მე ვენდობი ჩემს მეგობრებს და საერთოდ აი ამ ნიშნით ვირჩევ მე პარტნიორსაც, მეგობარსაც, მით უმეტეს კონცერტზე ვისთანაც ვიმუშავე, რომ მე ადამიანს უნდა მჯეროდეს თვალდახუჭული და ასევე მას უნდა ჯეროდეს ჩემი. აი ეს ფაქტი სწორედ ალბათ ამაზე მეტყველებს, რომ მოვიდნენ და მეუბნებიან, რომ წაიშალა ეს მთელი მინი დისკი და რა ვქნათ. და მე ეტყობა იმდენად უკვე სხვა რაღაცებზე ვღელავდი, რომ ეტყობა ვერც გავაცნობიერე და საერთოდ არც ავღელვებულ ვარ და ვის ეხებოდა მეთქი ეს თქო ეს მკაცრად კი ვიკითხე და ვის ეხებოდა ეს მინი დისკი? რუსიკო ბახტაძესო. და რა პრობლემაა მე მიდი და რუსიკო ბახტაძემ მოაგვაროს ეგ საკითხი, აი ძალიან მშვიდად.
ანუ მე დარწმუნებული ვიყავი, რომ აი არ მაინტერესებს რუსიკო ბახტაძე საოცრება ჩაიდენდა და ეს მინი დისკი რა მოხდა სინამდვილეში? არაფერი, უბრალოდ არ წაიკითხა და მე წაიკითხა. აი ეს იყო, მაგრამ ნუ თვითონ იყო ყველა გაკვირვებული, რომ საერთოდ არ ვიღარ გაგიჟდებოდა და ანგლისტერიკა მოუვიდოდა, მაგრამ აი დარწმუნებული ვიყავი, რომ რუსიკო ბახტაძე რაღაცას ისეც იზავდა, რომ ხო, აი ეს ჯერა მე ჩემი მეგობრების და იმ ხალხის, ვისთან ერთადაც ვმუშაობ. და რამდენად დამჯერი ხართ გადასაღებ მოედანზე? მაშინ, როდესაც დავუშვათ კლიპში გიღებენ, გიცვლიან იმის, გაცმევენ, სხვანაირად გიკეთებენ მაკიაჟს და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. როგორ უჯერებთ რეჟისორს? ნუ კიდე ალბათ იგივეს გავიმეორებ, რომ მე როცა ვირჩევ ადამიანს, მე მისი უნდა მჯეროდეს და მე უნდა მომწონდეს და ანუ რაღაცა მისი ესთეტიკა ემთხვეოდეს ჩემსას და მისი გემოვნების მჯეროდეს და აქედან გამომდინარე ვარ საოცრად დამჯერი ალბათ დამეთანხმებიან ის რეჟისორები, ვინც ჩემს დოი დამეთანხმება, ვის ჩემ კონცერტზე იმუშავა, ზაზამ, რომელმაც ჩემს კლიპებზე იმუშავა, რომ არანაირი აი ერთი წამი არ გქონია რაღაცა გაუგებრობაც კი ესეთი ნათქვამია. ამ ყველაფერში ისე ძალიან უხმოდ, ჩუმად ყველაფერში ვემორჩილები და ვასრულებ იმას, რასაც მავალებენ. მაშინ ვის აზრს ითვალისწინებთ ჩვენ შოუ-ბიზნესში მოტრიალი ადამიანებიდან? რა თქმა უნდა, თქვენ საქმესთან მიმართებაში. აი, ვის აზრს ენდობით, ვისაც ითვალისწინებთ? ცი რა, რო გითხრა, რომ ახლა ესეთი ვიღაცის აზრი რაღაცას. რა ვიცი, ესეთი ვინ არ არის ახლა ესეთი. არა იმიტომ, რომ ჩემთვის არავის აზრს მნიშვნელობა არ აქვს, არა. რა ვიცი, ალბათ მაინც უფრო ჩემს ინტუიციას ვეღრდნობი ყოველთვის. არის რაღაცა ისეთი საზომი ადამიანში, პირადად ჩემში. ვერც ვიტყვი რა არის. მე როცა რაღაცას ვისმენ ახალს ან ვიღაცას უსმენ, ამ დროს ვიღაც ხვების აზრი ნაკლებად მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ იმ წუთში ჩემში ხდება ის რეაქცია, რაც კარგი მუსიკის დროს უნდა მოხდეს, კარგი შესრულების დროს უნდა მოხდეს და ეს არის ყველაზე უტყუარი და აი ის მერე უკვე მოგონილი ვიღაცის დაწყობილი წინადადება და მერე ვინის გამეორებული და ანუ რაღაცა აზრი შეიქმნება ან ისეთი, ან ასეთი, ეს ჩემზე არანაირად არ მოქმედებს. ეს არ ეხება მხოლოდ ჩემს შემოქმედებას, რა თქმა უნდა, მე სხვაებსაც გულისხმობ, ამიტომ არის რაღაცა, რომ უნდა ან დაგბურცგლოს ან რაღაცა ქნას. აი ეს არის ის რაღაცა ბარომეტრი, საზომი, რომელიც ყველა ისეთ გრძნობიარე ადამიანში დევს. ნელ-ნელა ბოლოსკენ მივდივართ, ახლა მოდით ზაზა ორაშვილს მოვუსმინეთ. მე მინდა გკითხო, ვის სიმღერაზე და რომელ სიმღერაზე გადაწყვიტე კლიპის გადაღება და როდის ექნება მაყურებელს ჩვენი შემოქმედებითი ტანდემის ნახვის საშუალება? ნუ მე არ მიყვარს წინასწარ საერთოდ აფიშირება და რეკლამის კეთება და საერთოდ წინასწარ იმაზე ლაპარაკი, რაც ჯერ არ მომხდარა, იმიტომ რომ მაინც ცვლია ყველაფერი ღმერთის ნებაა. ნუ მე ჯერ მუშაობ და რა თქმა უნდა ჯერ გაიგებს ზაზა ორაშვილი ამის შესახებ, რომელი სიმღერა იქნება და რა თქმა უნდა ეს იქნება მის მიერ გადაღებული კლიპი და რა თქმა უნდა მე უკვე საზოგადოება. მე იმეც ვიტოვებ, რომ ახალი კლიპით, ახალი სიმღერით მაია ჯაბოა სულ მალე გამოჩნდება ქართულ მუსიკალურ არენაზე. სამწუხაროდ გადაცემის საეთერო დრო ამოიწურა, მე წარმატებებს გისურვებ და ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ იყავით უცნობის სტუმარი. შევხვდებით ერთ კვირაში, დაელოდეთ უცნობის მორიგ ცნობილ სტუმარს. კარგად.